გაუმარჯოს. დღე მშვიდობის, დილა მშვიდობის, ყველაფერი მშვიდობის, სარეცხი. არ გაგიკვირდებათ ალბათ, რომ ყველგან სარეცხია. ეს ზედ ერთმანეთზე კიდია, იმიტომ რომ აი ამ მავთულზე კიდა. იქითაც, გარეთაც და წუხელი უბრალოდ გადავყარე იქით, რომ წვიმდა. აი ეს ერთი კალათაც დასაფენი მაქვს. და ნახეთ როგორი ამინდია წვიმის და წინწკლავს კიდეც და ან ფიზიკურად ვერ ფენაქეთ რა, მაგრამ ვრეცხავ. ეხლა აღარ უნდა დამერეცხა დღეს. ყველაზე კაი სიტუაციაში ეს არის. და მე მგონი რომ კიდე სადმე გავაბავ აქ. იმიტომ რომ ეხლა თეთრები მაქვს შეყრილი და თოკი მჭირდება. გუშინ ვიფიქრე რომ ანუ რაღა აზრი აქვს მე ხა ამდენის დარეცხოს გავაშრობ მე კიდე ხომ მოვიდა წყალი და დავამზა. მე დავრეცხავ ისე რომ ის იყოს თქო. რა ქვია კაცო? დასაფენი ადგილი მქონდეს მე. რაღაცა ლამაზად თქო და არ ვაპირებდი რა დღეს დარეცხოს ნამდვილად. ლაშა სკოლაში რო წავიდა იქიდან მირეკავს. ესაო აქა თქვა ეს არ ვიცი ვინ თქვა ვინ ვის და ურეკა მასე რამის გამგებლამდე მივიდა და გამგებელმა და ისა უპას ხა ჩემ მეზობელს რომ ესა არა მოვაო გუშინ წინდელზე სად მოვიდა არცად არ მოვიდა ხო და ლაშამ დარეკა რომ არ ვიცი რამდენად მართალიაო წყალი უნდა დაწყდესო სავარაუდოთო კიდეო რამდენი ხნით ეგ კიდე მთლად სხვა ხებაა ამიტომ თუ რამე გვაქვს ასავსები ყველაფერი ავსეთ სულ ყველაფერიო და რა ვიცი რაც ამაქვს ვავსებ ხა გამოვიტანჭიქებს და ავსებ არ მოდის თან ისეთი სუფთა რო ავსო დასალევი ანუ არ არის ისეთი სუფთა აი ეს არის რაც გადმოვიტანეთ სუფთა წყლის დასალევი და ამებს გადავავსებთ ახლა ამ ყველაფერს მაგრამ აი როგორ განახოთ რამდენად სუფთა არის ხა ეს მოყვითალო ფერია ისედაც და გას ჭირვებაში წავა რას ვიზავთ სხვა გზა არ არის აი ხა ისე წვიმს ამიტომ ვავსებ 3 აივსო ეს მეოთხე ბაკის ავსია დასარეცხს ვრეცხავ თითქმის გავედი ბოლოში მაგრამ ერთი შეყრა კიდე მაქვს ეწვიმა ავსებს სუსავსია ბოლომდე პირამდე სავსია აგე და კიდევაც ჟოლაბიდან ჩამოდის აი ესე წყლის ავსების დღეა და თან პარალელურად რო ვრეცხავ რომ ბაკი ანუ ის არ დავრეცხო რა სანამ წყალი არ იქნება მაგრამ დასარეცხი აღარ მქონდეს რომ სარეცხისთვის აღარ გამოვიყენოთ და ელემენტარული ბანკეტის წინა დღეს მაინც ვიბანაოთ ოშინ შემოგელი მოდი ჩემთან რა ამისთანა უჟმური და უჯიშო კატა თუ მენახოს მაგრამ ეს გადამრჩა რა გავაკეთო მოდი დედასთან ჩემი შავი ვირთხა აი უჯიშო დედა ხუა ეს უარეს ანუ უნდა მოფერება თან ხელით გაწვება არაო გეგონება ჩაცეწული მაგრამ რა ქნას დედა მარტო კარო დარჩა და ნაცრისფერი აღარ აყავ ვინც ული და ეფერებოდა რა ქას მე თუ მენატრებ ამასაც ხო ენატრებ დედას ტკბილი პუმპულა ძანს ყოლებია შივი ტკბილი ბიჭი ენატრება შინცედი აი მირა კაკია იცით რა კაკია ხალხ ნუ მართალია უჟმურია მაგრამ კაკი ბავშვი დიჯიქია დიდი ჩემთან იკავი არ წახით ჩემი ლამას აი კარგად ასცხო წვიმა გემრიელად თმარ დამივარცხნი თავარი არ დავიბალე და დავარცხნე რაღაც ვიმი შენ სიცოცხლე ხლე ბიდო შემიტკბე მარტო კატებს ვაჭამე არც ქათმები გამომიშვი არც არაფერი
10 საკლია 10 წუთი ვიდეოს ჩავწერ და გამოვუშვი. გუში რა თვისა მაგალითს მეკეთა ბოლო კბილი მოსწყდა. ეს კაია. არც ერთი კბილი არ აქვს მოტეხილი, მაგრამ თვითონ აი ეს აქ რითიც უნდა გავწიო. აგე ჩავი დაჯამი. და ცოტა ძნელად გადის. არ დაბაზრობაზე მეყიდა ერთი რამდენიმე. წელიწადზე მეტია რაც მაგ თევზებში მუშაობდი ეს რო ვიყიდებ და წარმოიდგინე რა მეხანი გამიქაჩი. საერთოდ აკაშვილივით მოვთხოვნა ცხვირი. დღეს ანუშკი უნდა გამოსულიყო ყავაზე ამინისტია შეეხო შეუძლია გარეთ გამოსვლა. აი მე რაზე ვიცინე. უნდა განახოთ ეგ ვიდეო თქვენ. ზოგადად გვიყვარს რაღაცეების სასწაულებად აღქმა. უცხოპლანეტელებად აღქმა და ასე შემდეგ. დილას ჩამოვედი და ყავას სვავდი, ყავა დავლიერა და ვათვალიერებ ვიდეოს და რაღაცა უცნაური კადრები ხდება ხა ეგეთი რაღაცა რო შეგხვდება ხო ხა ვინც არის ის და რაღაცა უცნაურება. მithometoes ჩვენ დროში რო უკვე ვეღარ გაიგებ რეალური რა არის და ხელოვნური რა არის და რაღაცა ეგეთი და ცაზე არის მრგვალად დიდად ნათებები. და ხალხი იღებს ვიდეოს რომ უნდა განახოთ. რო აღარ ჩავსო, უბრალოდ განახე. რამდენად გამოიცნება დაიცადე ეკრანი გავაპარიალო. გაიხსნას. შეხედე შვაში მონათებს ერთი შეხედე. აი ჩამოვიდე. აი გარშემო. შუაში შეხედე, შუაში. შვაში შეხედე. ცენტრი. ნახე რა სანა. ანუ ეს შუა ცენტრია და გარშემო ხო ხედავთ რომ ნათებებია. აი რგვალად. მეგე ხო და მეც დამაინტერესა რა არის ახლა ეს თი რაღაცა რა. რაც თქმა უნდა დაგაინტერესებს. ხო და ყველაზე მაგრად ვიცინე კომენტარებზე. ვიცინე, აი არ ვიცი რა. ესეთ რაღაცეები ხდება ხოლმე კომენტარები უფრო მეტად გახალისებს და გართობს ვიდრე ის სანახაობა. ხო და ანუ ზოგმა უიო ჩამოვიდე რომ უცხოპლანეტელები იქნებიან უეჭველიო რაღაცა. ერთმა დაწერა ეგეც არის იბრალიო სკოლაში რო არ გისწავლეთ ხადაგიგო სამჯერო წაიკითხოთ მაგას მიხვდებით რა არისო. ვერ დავაკავშირეთ ხადაგიგოში რამდენად არის ნათებები ცაზე, მაგრამ მე ვიღაცა უწერს რომ სამჯერ წავიკითხო ქალბატონო ხადაგიგო და ჯიუტი თხებით სხვა არ მივაშველო ვერ გავიგებთ ხადაგიგოზეო. კარგად ვიცინე რა და აი ზოგი ძალიან სასწაული ზოგმა სასწაულებს მიაწერა და ღმერთო და რაღაცა ერთი წერს რომ დაანებეთ ამ ღმერთს თავი ხო შეიძლება დაასვინეთ ცოტა ხანი ყველაფერზე ღმერთო ეს ღმერთი ყვე და რა არის კონცერტი უნდა იყოს დინამო სტადიონზე ხო და ლაზერულ განათებები დაამონტაჟეს და ეს რა ქვია იმაშვებოდნენ ტესტავდნენ რა მოკლედ აი 2 წამიანი ვიდეოა მაგრამ აქ კარგად ჩანს რა არის აი განათებებს იმაშვებოდნენ მაღლა ღრუბლიანი ამინდებია და ესე განათება გააკეთა ამ ლაზერმა და დაღალეს მოკლედ ეს ღმერთი გვიყვარს რაღაცეების ძალიან ემოციურად მიღება და დაპანიკება და სხვისი დაპანიკება კიდე. სხვისი ცალკე. ეს რაღაცეების კომენტარები მიყვარს ხოლმე. დღეს ნინო ეხლა უკვე ნინო უნდა იყოს იმ გზაზე, რა ქვია მაგზას.
ლაშქრობის გზაზე ხო აღარ გავიხსენეთ 9-ჯერაოდ. ლაშქრობის გზაზე უნდა იყოს ნინო უკვე, მაგრამ გუშინ გადავდეთ და სავარაუდოდ კი არ გადავდეთ, მორჩა ნინოს ლაშქრობა, რავი, აღარ მგონია ვინმე შეიკრიბოს. მე ყოველ შემთხვევაში აღარ მცალია. დღესაც არ მიუყვებოდი, მაგრამ ისე. ასე რომ სასექტემბრო წავიდნენ მე სადმე. გუში რო წასულიყო კიდე ის იყო, ანუ რაღაცა და საღამოთი გაწვიმდა რა და ეხლა აგეს უწვიმს და აზრი არა, კიდე კაი გადაიდო. დღეს საჭველი უკვე მოფიქრებული ვაქვს. უნდა გავაკეთო ისა თეთრი სუპი იმ სტაფილოთი და ბრინჯით და უნდა გავაკეთო დაჭრილი ხინკალი. არ ვიცი რატო, მაგრამ იცი რა მიხარია მინდა და რატო არ ვაკეთებ არ ვიცი. დიდად სად უნდა მაგას პატარა ქვაბში გავაკეთე. დილითვე დავიდგებ, დავიწყებ სუპს. ეხა. მაგრამ ჯერ წყლის საქმეები რაც არის, ის იმებს ვრჩები რა. ჭურჭელი უნდა დავდეცხო, რომ მარაგს მოუფრთხილდეთ. ამინდია ძილის ოღონდ. არ ადგეთ არც ერთ. მართლა ძილის ამინდია. ხა შეიძლება გავტრიალდე და იყოს სუპი არ გიდათ მეთქი და დაიწიდეთ ბავშვებო. დღეს შიერი ძილი იყოს. გუშინ წინ წავშვი მანიკურები მართალია. ამ ხელზე არა ნახეთ, ნუ აი სკანტებზე გავცელა, მაგრამ აი აქ გამეცალა. მანიკურს რო ვისმევ ხოლმე ცოტა მიმაგრდება. მაინდა-მაინც მანიკური მინდოდა მეთქი ვერ გეტყვით. მაგრამ უბრალოდ მინდოდა რომ იქნება ორშაბათამდე მივახწევინო ისე რომ აი ბოლონდი არ დავიჭრა და ცოტა სიმაგრე მქონდეს და რა ვნახოთ. ჯერჯერობით ხუთშაბათი დღეა ხო? რავი სამ დღეში არ მგონია დამწყდეს რავი რა უნდა გავაკეთო ისეთი. ვეცდები არაფერი. მანიკურის ფერს რაც შეეხება რას ვისმევ, არ ვიცი, ვითომ ბაზრობაზე რომ ვიყავი, უნდა მეყიდა. კი მაქვს ეს ფერი, მაგრამ თრათ ეხა ჩაყავისფრება არ მინდა რა. რაღაცა ცოტა ცოცხალ ფერს წავისმევ ალბათ, მაგრამ არ ვიყიდია. დამავიწყდა. ეგეც დამავიწყდა. ეს რა უნდა მეყიდა კიდე? აუ რაღაცა უნდა მეყიდა დამავიწყდა. თქვენ გითხარით რომ ეს უნდა მეყიდო მეთი და დამავიწყდა, რომელი არ მქონდა ნამი. არ ვიცი. და გებრიელა თაწვიმს. რაღაცა კაი ხანი ერთი რამდენი წუთია, 13 წუთია რაც ვიდეო მიდით, 13 წუთია ბოჭკა არ აივსო? თუ დაწყვა უკვე წყალი. ბოლომდე არა მქონდა მოშვებული, მაგრამ იმედია რომ არ დაწყდა ჯერ. შეიძლება არც იყოს მართალია წყალთან ისა რა, ანუ ხალხი უკვე დაპანიკებულია რომ რავი ჭიქებსაც ავსებენ მართლა ოღონდ. ეხლა ბოჭკა რო აივსება დასალებებს ავავსებ მაინც რავი რაც არის ეგ დაილექება და სუფთას დავლებ. აი. დაიცა მოიფარე მანან, იმიტომ რომ წვიმს. ნახეთ როგორ გემრიელად წვიმს. აი მე ხა დავსველდები გოგო. ოპას. თორე ხარ გავაკეთე. ვაიმე დედიკო დედა. ვაიმე დედიკო დედა. ოპა, ვაიმე. მოძველი რა თუ რაც არის. რა დავაჭაობე. საკი იყოს ცოტა ხარი. სახურავები არ გამომიტანი, ხა გამოვიტან. მოდი აბა ავავსოთ, ნახოთ, აი ამ ბოთლში უფრო გამოჩნდება. რამდენად ესეთი წკრიალა წყალი შეიძლება იყოს.
აი რაღაცის მონგრევა მინდა. ტორო არის გასაკეთებელი ძალიან. მოხდება. ჯერ თეთრი. არა უშავრა. არ არის. ისეთი წყრიალა არ არის, მაგრამ დასალევად წავა. ასე რომ მოდი ავავსო ჯობია და მოვალ მერე. იონეს პიანინოს მუზა აქვს. მოკლედ, ავავსე წყლები. აი. და მოვაწყრიალე. ავავსე წყლები და მივხვდი რომ ეს წყლები არ გვეყოფოდა. თუ ომიანობა დაიწყება, ამიტომ სულ ყველა გამოვიტანე, გავრეცხე. და ეხა ვავსებ. რა ვიცი, ისე ვარ დაიძმენებულები, რომ რამის მართლა ჭიქებით ავავსებ. ეს გვაქვს. ხოდა ეხლა ამ ყველაფერს მერე გავიღო თოკი. არა, თავის ჩამოხჭმა ჩარვაპირებ. ცოტა მაქვს მოშვებული, რომ ბარბარე ბანაობს და იქ არ გაუცივდეს წყალი. მაგრამ პარალელურად თუ არა იცო, შეიძლება თუდად წავიდეს საქმე. რადგან ერთის არეცხი, პლუს აი აქ რაღაცეები მაქვს და ამინდი გამოდარებას არ აპირებს და ესენი გარე თოკებია და დამისველდება. უნდა ავიღო ესეთი თოკი მაქვს. და ასე არ ვიცი რამდენი პირი, მაგრამ უნდა გავაბარო. თავი შეიძლება აღარ გაწვი რაღაცა გამონათების პირი უჭავს, აი იქით საჩას. მაგრამ რა ვიცი. არც იმის ფუქუნება მაქვს, რომ გავფინო, ავკრიფო, ისმინეთ. იონეს დიპლომი და ბარბარის დიპლომი ავიღეთ ეხლა მუსიკისა. იონემ დაამთავრა მუსიკის სკოლა, რომ იყო მე-7 კლასში. 5 წლის წინანდელი დიპლომი ავიღეთ ეხლა. იმიტომ რომ შეცდომით იყო ჩაწერილი მაშინ ისინი რა ქვია ნიშნები. ბავშვმა რომელმაც 10-იანებზე დაამთავრა შეცდომით ქონდა ჩაწერი, მაგრად მახსოვს ეკლესიიდან მოდიოდა, რომ მასწავლებელმა კი არა, მასწავლებელს არა, იმჟამინდელმა დირექტორმა მისცა დიპლომი რა. და რომ მოიტანა ბავშვმა სახლში, აი, ერთი გაკვეთილი რო არ გაუცდენია და არაფერი რო არ გაუცდენია, საერთოდ სუსამიანები ეწერა და მეთქი რა. ანუ არ ვიცი, აერიად შეცდომით იყო ჩაწერილი ნიშნები და ლაშა მოკიდა ხელი და ჩაუტანა დიპლომი. სულ არაფერში დაგჭირდეს. სულ არაფერი სამიანებზე არ უსწავლია ბავშვს და რატომ უნდა ეწეროს და მე თითქოს ვერ გადაკეთდებოდა, თითქოს გაიწელა, გამოიწელა, მაგრამ არ მივიღეთ სამიანები მოკლედ და როგორც იქნა გადაგვისწორეს. და ამჟამინდელმა დირექტორმა მოგვიტანა ნინომ წამოიღო, იქ ვერ ახერხებდა ბარბარე მისვლას, რომ წამოიღო, ბარბარესიც იყო და იონესიც. და ნინო მომაწოდა. თან ვიცინოდით, ეხლა ხვარი გაქვს დასაკლავი ბაღარიჩიო, როგორც იქნა დიპლომი მოვიდა შენამდე. აი ეს უკეთეთ მეტია დამცხა მოძრაობაში და ფეხები არ დამისველდა, მაგრამ ნასკები დამეწინწკლა და ეხლა მაგებს მოვაშორებ. რომ არ შემცივდეს, ბარემ ბოლომდე არ შეციდეს რა, ხო.
არიან ბოლომდე ავავსებ და წავალ. აი ესეთი შრომატევადი საქმეები გვაქვს დღეს. ძირითადად წყალზე ვართ გადართულები და რაც წყალს ეხება, მაგას ვაკეთებთ. არა მარტო მე, არამედ მთლიან სოფელში სავარაუდოდ. ახლა თოკების გაჭიმვა სად ვაპირებ? აქ არა. ნუ აი ამ ადგილს დავტვირთავ რა ლამაზად. წავედი, მოვალ კიდე, ალბათ.